დღეს ჩვენ ჩავატარებთ ვერცხლის სარკის რეაქციას. ამისთვის ავიღებთ 1 გრამ ვერცხლის ნიტრატს. რომელსაც გავხსნით ცოტაოდენ ცხელ წყალში. შემდეგ ვუმატებთ ნატრიუმის ჰიდროქსიდს, რომ მივიღოთ ვერცხლის ოქსიდი. შემდეგ ხსნარს ვუმატებთ ამონიუმის ჰიდროქსიდს. ამ რეაქციის შედეგად მივიღებთ ვერცხლის ამიაკატს. შემდეგ ხსნარს ვუმატებთ 5 გრამ გლუკოზას. გავაცხელოთ ხსნარი, ვამატებთ და ვდგამთ ხსნარს წვით ქურაზე. ამ რეაქციის დროს გამოიყოფა ბევრი ამიაკი, ამიტომ ეს რეაქცია უნდა ჩატარდეს გამწევ კარატაში. რეაქციის მსვლელობის დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით მომწამლავი ნივთიერება, ვერცხლის ნიტრიტი. ამიტომ რეაქციის ჩატარების შემდეგ აუცილებელია ჭურჭელი გულდასმით გაერეცხოს. რამოდენიმე ხნის შემდეგ ჭიქის კედლებზე გაჩნდება ვერცხლის თხელი ფენა. გლუკოზის ალდეჰიდის ჯგუფი იჟანგება კარბოქსიდამდე. ამ დროს ვერცხლის ამიაკატიდან აღდგება ვერცხლი. გახურებიდან 15 წუთის შემდეგ რეაქცია დამთავრებულია. როგორც ხედავთ, სინჯარის ფსკერი დაიფარა ვერცხლის თხელი ფენით. შევეცდეთ კიდევ ერთხელ ჩავატაროთ რეაქცია, ოღონდ და სხვაგვარად. ავიღოთ ჯამი, ჩავდგეთ ჭიქა ვერცხლის ამიაკატით. თეთრში ჩავასხათ ადუღებული ცხელი წყალი. ვდგამთ ჯამს ანთებულ სპირტქურაზე, რომ თანაბრად გავაცხელოთ ჭიქა. ამ დროს წარმოქმნილი ვერცხლის ფენა თანაბარია. ცოტა ხნის შემდეგ რეაქცია დამთავრებულია. ვნახოთ, რომ ჭიქაზე წარმოიქმნა იდეალური სარკე, მასზე ვერცხლის ფენა ლამაზი და თანაბარი.